გადაცემის წარმოდგენია სამოდელო სააგენტო New Models-ი და ქვეყნის ეროვნული სილამაზის კონკურსი Miss Princesa საქართველო. მოგესალმებით. როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ქალბატონები მყავს გადაცემაში. და გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ უნიჭიერესი მაკა თათენაშვილი ხელნაკეთი აქსესუარების დიზაინერი. მოგესალმებით მაკა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვაკეთებ ხელნაკეთ ჩანთებს. დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ამ საქმით. ყოველთვის მომწონდა. ქვებზე მუშაობა და გადავწყვეტე გამიკეთებინა. დიახ. ძალიან საინტერესო ნამდვილად, როგორც აღნიშნეთ, ხართ სტარტაპერი, თუმცა თქვენი ნამუშევრები ძალიან ისეთია დახვეწილი და უკვე შემდგარი. მოდი მოგვიყევით, როდის დაინტერესდით, რამდენი ხანია რაც მუშაობთ ხელნაკეთ აქსესუარებზე და პირველი ნამუშევარი თუ გახსოვთ და შეფასებები. კი ბატონო, დავიწყე 3 წელია უკვე ვაკეთებ, მანამდე ვაკეთებდი აქსესუარებს, სამაჯურს, საათების სამაჯურებს, ყელსაბამებს, საყურეებს. მე გადავწყვეტე რომ გამეკეთებინე ჩანთა. პირველი ჩანთა გავაკეთე ჩემთვის. და იმდენად მომეწონა, ჩემი შვილი იყო ყოველთვის ჩემი ჩანთების შემფასებელი. ძალიან დიდი მუხტი წამოვიდა, მე გავაზიარე, რა თქმა უნდა, მეგობრებში, ახლობლებში და ძალიან დიდი სტიმული მომცეს. გადავწყვეტე რომ გამაგრძელებინა გაკეთება და ეს შედეგიც 3 წელია უკვე გვქნი, რა თქმა უნდა, გავიტანე ბაზარზეც გასაყიდად ისეთ ფასებში რომ ისაღები ყოფილიყო. მაგრამ ბაზარზე რადგან არ ვიცი ის დიახ, მუშაობის პროცესი უნდა თავისებურად დიახ, საიტები არსებობს, სადაც იდება და მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად არიან კომპანიები, რომლებიც მუშაობენ, რომ საზღვარგარეთ მოხდეს, მოკლედ გატანა და ალბათ გაერკვევი ამ ყველაფერში და სწავლობ, ყველაფერს შევისწავლი. როგორც აღმოჩნდა, საზღვარგარეთ უფრო ფასობს ხელნაკეთი აქსესუარები ნებისმიერი ვიდრე საქართველოშიც როგორ არა ძალიან მოდაშია და რა თქმა უნდა, მაგრამ ფასთან მიმართებაში ალბათ უფრო გაყიდვების მხრივ, რა თქმა უნდა, უცხოეთი არის ლიდერი. დიახ. ნამდვილად. დიახ. გამოფენებში თუ ღებულობთ მონაწილეობას? გამოფენებში ჯერ არ მიმეღია მონაწილეობა, მაგრამ დიახ. ფიქრობ, რომ კარგი იქნება. და მახლა მომავალში ვაპირებ რომ მივიღო მონაწილეობა, რადგან უფრო ფართოდ მივიდეს აუდიტორიას წინაშე, გაიცნოს მომხმარებელმა ჩემი ჩანთები. დიახ, ძალიან ლამაზია და დახვეწილია. აი ამ ნამუშევარს ამ ასე რომ ვთქვათ, გოგონას რამდენი ხანი ჭირდება რომ სრულყოფილი სახე მიიღოს? მაგ გოგონას მოვანდომე ზუსტად 2 დღე. დიახ. ძალიან ყველა დეტალი გასათვალისწინებელია, შრომატევადიც არის, რა თქმა უნდა, და მე ვფიქრობ, რომ ღირს ნამდვილად ის შედეგი, რაც დგება და ფასთან შესაბამისობაში. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ხელნაკეთი უფრო ყოველთვის ძვირი ღირს და ვიდრე დავუშვათ ქარხნული. დიახ, სამომავლო გეგმები როგორია თქვენი? სამომავლო გეგმები არის რომ უფრო განვითარდე, ვისწავლო მეტად, შევისწავლო ტექნიკა და იმის მიხედვით როგორი მოთხოვნაც იქნება, იმის მიხედვით გავაკეთო, დეტალები შევიტანო მეტი. ამ ეტაპზე ვრჩები ქვებით, ქვებზე მუშაობით, არ ვუკეთებ საარჩულს და ტყავს. იმიტომ რომ ესე უფრო მომწონს, მეტი სიმსუბუქეა ქვებში. და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ქვები მერჩევნია, რომ გავაგრძელო და თუ იქნება მე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დავამატებ დეტალებსაც. დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესოა, როცა ნამუშევარი ლამაზია, სრულყოფილია და მომხმარებელი ძალიან ბედნიერია და ძალიან კმაყოფილია, როცა
მოკლედ შეიძენს და ამა თუ ღონისძიებაზე იქნება, საღამოზე იქნება, წვეულებაზე იქნება, გამოიტანს თქვენს ნამუშევარს. ალბათ თქვენ ძალიან ისეთი ამაყი და ძალიან ბედნიერი ხართ. დიახ, რა თქმა უნდა. სიამოვნებს, რა თქმა უნდა, მეტი შეფასებები რომ მოდის ჩემ ჩანთებზე. დადებითი შეფასება ყოველს სიამოვნებს. კი, რა თქმა უნდა. და მოდი შევახსენოთ, თუ სად შეიძლება შეიძინოთ თქვენი ჩანთები და როგორ მოგძებნოს მომხმარებელმა. კი ბატონო, სოციალურ ქსელებში, რა თქმა უნდა, TikTok-ზე და Facebook გვერდზე ვარ მაკა მათ ესე შეიძლება მომძებნოთ და რა თქმა უნდა TikTok-ზე მაკა. დიახ. ესე რომელი პლატფორმა უფრო მუშაობს? ამბობენ TikTok-ი ლიდერია ყველა და ყველაფერში. ჯერ არ ვიცი ეს ინტერნეტ სივრცეში მუშაობა და მაგიტომ ვსწავლობ მარკეტინგს, რომ მე უფრო ფართოდ მივიღო მონაწილეობა და წარმოვაჩინო ჩემი ხელნაკეთები. დიახ, რა თქმა უნდა. მინდა ძალიან ბევრი წარმატებები გისურვოთ, რა თქმა უნდა. როგორც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა აბსოლუტურად დიზაინერს ხელოვანს სჭირდება განვითარება, წინსვლა და გისურვებთ უდიდეს წარმატებებს. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. მადლობა თქვენც ასევე. ჩვენ რა თქმა უნდა რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით საინტერესო სტუმართან ერთად. უნიჭერის ხელოვანი ქალბატონი მყავს გადაცემაში სტუმრად. ქალბატონი მაკა კვაჭაძე, ხელნაკეთი აქსესუარების დიზაინერი, მაკა ასევე გახლავთ მრავალშვილიანი დედა და ძალიან საინტერესო საბავშვო ლექსებისა და ზღაპრების ავტორი. ასევე რა თქმა უნდა მუშაობს ხელოვნების სკოლაში ზღაპარიყო, სადაც ბავშვებს შეასწავლის ხელსაქმეს, ხატვას, ასევე რა თქმა უნდა გრაფიკას და ძერწვას, ქსოვას. ძალიან საინტერესო საქმის ემსახურებით ქალბატონო მაკა. მოგესალმებით. მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდი მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი ძალიან საინტერესო მე დავარქმევდი, ეს არის აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის სათამაშოებთან. როგორც აღნიშნეთ, ძალიან პატარაობის ასაკიდან თქვენ უკვე ხელოვნებაში იყავით ჩართული. დიახ. სადღაც ალბათ 8-9 წლის ასაკში მამიდა ჩემი ქსოვდა ხოლმე და მე ყოველთვის მაინტერესებდა და ვუყურებდი ხელებში და როგორც კი ის დადებდა თავის ნაქსოვს და გავიდოდა ოთახიდან, ვიღებდი და ვცდილობდი მეც მომექსოვა და ასე ვისწავლე ნელ-ნელა მეც ქსოვა. დიახ. თავიდან ქსოვდი რასაკვირველია ტანსაცმელებს, შარფებს, ქუდებს და შემდეგ უკვე ჩემ შვილებს უხსოვდი ტანსაცმელს და ნელ-ნელა ესე ჩემი ფანტაზიით დავიწყე სათამაშოების მოხსოვა. ჩემი შვილებისთვის და ჩემმა შვილმა ნახა ერთ-ერთ YouTube არხზე ასეთი იხვი და თხოვა რომ მისთვის მომექსოვა. თხოვა რომ ეს მოდაში, ბავშვებისთვის ძალიან საყვარელია. იხვი ლალა ფანფანი ესე ეძახიან და თხოვა რომ მისთვის მომექსოვა და ესეთი საყვარელი გამოვიდა და შემდეგ სხვებსაც მოეწონათ, პოპულარული გახდა ის, გავყიდე რამდენიმე და აქედან დაიბადა იდეა რომ მომექსოვა სათამაშოები და შემდეგ დავიწყე YouTube-ის ვიდეოების მიხედვით ვქსოვ, მაგრამ კორექტირება შემაგშიგნით ყოველთვის და ჩემი გემოვნებით ვალამაზებ და ვასრულებ ნამუშევრს. პირველ რიგში რაც მომწონს და მივესალმები, ეს არის მე მგონი ანტიალერგიულია, ხო? უსაფრთხოა ბავშვებისთვის და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნამდვილად რომ უსაფრთხო გარემოში გაიზარდონ ჩვენი ბავშვები.
დღეს უკვე ამ საუკუნეში არის ძალიან ლამაზი სათამაშოები, თუმცა ძალიან საშიში. ამიტომ მშობლებო ძალიან ყურადღებით იყავით, როცა ყიდულობთ ბავშვებისთვის სათამაშოებს. დიახ. მხატვრობა და მრავალმხრივია თქვენი შემოქმედება, თქვენი ნიჭი და მოდი მოგვიყევით ეტაპობრივად თუ როგორ მოხდა. ხო, ეს ჩემი მრავალმხრივი სურვილი რომ ბევრი რამე ვაკეთო, ცოტა ხელს მიშლის, იმიტომ რომ რაღაც ერთს რო ვაკეთებდი, ვფიქრობ რომ უფრო მეც ჩავდებდი შეგნით და უფრო კარგად გამომივიდოდა, მაგრამ სურვილი მაქვს რომ ხან ვხატო, ხან წერო, ხან ვქსოვო და ერთ რაღაცაზე ვერ კონცენტრირდები, ამიტომ დავებადე კინორეჟისორი იურა კვაჭაძის და მუსიკის მასწავლებელი ნანა ჩიხლაძის ოჯახში, რამაც განაპირობა ჩემი ხელოვნების მიმართ სიყვარული. მამა ჩემის პირველი პროფესია იყო არქიტექტორი, ის ძალიან კარგად ხატავდა და მისი წამბრძოლობით დავიწყე მეც 3 წლის ასაკში ხატვა. ასევე ის წერდა სცენარებს და როდესაც უყურებდი მას, მომინდა მეც წერა. და ჩემი კარნახით დაწერა მან დავაწერინე რაღაც პატარა ზღაპარი კურდღლებზე და ვთხოვე რომ ცალკე დაედო რომ არ შეშულოდა თავის სცენარებში, ასევე დავასურათე ეს ნახატებით, კურდღლებით გავაფორმე. შემდეგ სკოლაში რო დავიწყე სიარული, სადღაც დაწყებითი კლასების მოსწავლე ვიყავი, ტელევიზორში გადიოდა გალაქტიონ ტაბიძეზე. საღამო იყო გალაქტიონ ტაბიძის. და მის რომ ვუყურე ამ საღამოს ძალიან მოვიხიბლე და მომინდა მეც ლექსების წერა. და მქონდა ერთი რვეული, სადაც წერდი ლექსებს, მოთხრობებს და მე მიმქონდა სკოლაში და ვაკითხებდი ჩემს კლასელებს და მასწავლებელი და ჩემი კლასელები იყვნენ ჩემი პირველი შემფასებლები, ხო. შემდეგ უკვე რო გავიზარდე, არაფერი არ დამიწერია კარგა ხანია, სანამ შვილები არ მეყოლა, 4 შვილი მყავს და ეს ბავშვები გავზარდე ნოდარ დუმბაძეზე და სხვა ქართველ ცნობილი პოეტების ლექსებზე და აი მე-4 შვილზე უკვე ერთი და იგივე ლექსები მომბეზრდა ყოველ დღე, ერთი და იგივე წაკითხვა და მომინდა რომ მე თვითონ დამეწერა ჩემი შვილისთვის ლექსები. და აგარაკზე ვიყავი, ზაფხული იყო და ეს არ ვიცი, უცბად მომივიდა მუზა და შევქმნი ძალიან ბევრი ლექსი. და როდესაც ჩამოვედი აგარაკიდან, მე მივიტანე ეს ჩემი ლექსები ჟურნალ დილაში და წავაკითხე რედაქტორს. მოეწონა ჩემი ნამუშევრები და შემდეგ პერიოდულად იბეჭდებოდა ჩემი ნამუშევრები ჟურნალ დილაში. ასევე ხო, უფროსი შვილები რო პატარები იყვნენ, მაშინ დავწერე ზღაპარი ჩემ შვილებზე, უფროს გოგოზე და ბიჭზე და ეს ზღაპარი იყო აგებული ქართულ ლეგენდებზე და მითოლოგიაზე. დიახ, რა ქვია ამ ზღაპარს? სახელი პირობითი აქვს, აი ზღაპარი ყო ქვია პირობითად, მაგრამ შეიცვლება ახლა ეს ზღაპარი ანუ მე თვითონ როცა წერ ყოველთვის ვასურათებ ილუსტრაციებს უკეთებ. თქვენ თვითონ ვეუკეთებთ ილუსტრაციებს. ლექსებსაც და ზღაპარსაც ილუსტრაციებს. და ახლახანს 2024 წელს გამოცხადდა კონკურსი, აზროვნების აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი, წიგნების თარო, საბავშვო ლიტერატურული კონკურსი და იქ გავაგზავნე ჩემი ზღაპარი და ჩემთან მოულოდნელად გაიმარჯვა ამ ზღაპარმა. ძალიან გამიხარდა, რასაკვირველია და ახლა ველოდები ამ წიგნის დაბეჭდვას. უკვე რედაქტირებულია, გამზადებულია, დასაბეჭდად და იმედია მალე ვიხილავთ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია და წარმატებებს გესურვებთ. და თუ შეიძლება ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ ერთი თქვენს მიერ დაწერილი ლექსი, საბავშვო ლექსი. აი თევზზე შემოგთავაზებთ ერთი ლექსი. მუდამ ყვება თავის ამბებს, სად იყო და სად არა. ვინ რა უთხრა, ვინ არ უთხრა, ვინ ნახა და ვინ არა. ყვება როგორ იყო ზღვაში, წყლის ცხენები ატარა. ვარსკვლავებთან ითამაშა, დელფინთან დრო ატარა.
გადაურჩა ზვიგენს ვეშაპს წყლის კუმ ზურგით ატარა 8 ფეხასთან იყო სტუმრად 9 ზღვა გადაატარა ყვება მუდამ გატაცებით აბჩენს პირს და არ ესმის ლაპარაკობს თევზი მაგრამ მისი არვის არ ესმის ძალიან საინტერესო ლექსებია ვფიქრობ რომ ბავშვებისთვის ძალიან ისეთი არაჩვეულებრივი ლექსები დიდი მადლობა და ძალიან ბევრი წერს ლექსებს და რა თქმა უნდა არის ხოლმე კრიტიკა ძალიან ისეთი თუმცა მე აქ ვიტყოდი რომ ეს არის შესანიშნავი თქვენი შეუქმედება და ლექსები დიახ მოდი მოგვიყევით სტუდიის შესახებ თქვენ ასწავლით ქარგვას როგორც ზერწვა აპლიკაცია და სათამაშოების ქსოვა დავამატეთ წელს სათამაშოების ქსოვა ესე იგი ბავშვობიდან დავდიოდი ხატვას ნუ ჯერ მამაჩემისგან ვსწავლობდი რასაკვირველია მე დავდიოდი არაჩვეულებრივ მხატვართან ქალბატონ ქეთი მატაბელთან სტუდიაში და ძალიან ბედნიერად მახსენდება ეს წლები შემდეგ დავამთავრე ხატვის სახლთან არსებული 4 წლიანი სტუდია აქაც არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა რეზო ტალახაძე სამწუხაროდ ჩარშან გარდაიცვალა ეს ადამიანი და ამ ადამიანებმა შემოყვარეს ძალიან ხატვა შემდეგ სკოლის დამთავრების შემდეგ გავიარე 1 წლიანი კურსები კინოსტუდია ქართულ ფილმში მულტიპლიკაციის კურსები და ეს იყო ჩემთვის აი ძალიან არაჩვეულებრივი იყო შენი დახატული ნახატი რო ცოცხლდება და ფეხზე დგავს და მოძრაობას იწყებს მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან არ არის მულტიპლიკაცია განვითარებული და ნუ ამ დარგს ამ საქმეს არ ეს რატომ არ არის განვითარებული კითხვა მიჩნდება თუ არსებობს კურსები განვითარებაც უნდა იყოს თუმეტეს ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ ახალი პროდუქტი ახალი საინტერესო ზღაპრები იმიტომ რომ ყოველთვის მე რომ ჩემი ბავშვობას ვიხსენებ ყოველთვის არ იყო მაშინ იმდენად განებივრებული მაინც არაჩვეულებრივი მულტფილმი წონა მტრობა ძალიან კარგი მულტფილმები გქონდა მაგრამ არ ვიცი რატომღაც შეწყდა ეს ყველაფერი და ეხლა აღარ არის ძალიან გამიხარდებოდა ნამდვილად და ძალიან ბევრ ბავშვს რომ აღდგეს ისევ ეს რა თქმა უნდა და ამ ემოციას აი ეს ნახატი რო ცოცხლდებოდა და სულს ბერავდი ნახატს ამას ვდებ ახლა აი ამ ნაგვსავ სათამაშოებში ამჟამად ძაფს ვაცოცხლებ და ძაფისგან მე რო რაღაც გამოდის და გიყურებს და ცოცხლდება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს სხვადასხვა სამსახურებში ხელოვნება ცოდნე ვარ პროფესიით მაგრამ კეთება უფრო სიამოვნებს რაღაცის ვიდრე ლაპარაკი სხვის გაკეთებულზე ვთქვათ და სხვადასხვა სამსახურებში მუშაობდი და აი არ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი საოფისე სამსახური იყო ვთქვათ კოლ-ცენტრშიც მიმუშავია და მე აი ეს შემთხვევით მოვხვდი სიტუაციაში რომ ჭირდებოდათ ხატვის მასწავლებელი და დავიწყე პატარა სტუდიაში მუშაობა 4 წელია ჩვენი სტუდია არსებობს ზღაპარიყო ქვია მე დავარქვი სახელი სადაც ბავშვები მოდიან 5 წლიდან 12 წლამდე ბავშვები მოდიან გვაქვს საოჯახო გარემო თბილი და სწავლობენ ხატვას პასტელინითაც ზერწავენ ახლა ცოტა უფროსები თიხითაც ზერწავენ ვაკეთებთ აპლიკაციებს და წელს შეგვემატა ეს ქსოვის კურსიც შესანიშნავია ძალიან სასიამოვნო და შესანიშნავია. მოდი ეს არის ჩვენი გადაცემის, ასე რომ ვთქვათ, ფორმატის კითხვა. სამომავლო გეგმები, ტრადიციული კითხვა. სამომავლო გეგმები როგორია და გამოფენებში თუ ღებულობთ მონაწილეობას? გამოფენებში ახლა უფრო ბავშვებში ვარ ჩართული და აი ჩემი სტუდიის ბავშვების გამოფენების მოწყობაში და მათ გამოფენებში მე კონკრეტულად აღარც მრჩება ფაქტიურად დრო, მაგრამ სურვილი მაქვს სამომავლოდ რომ მივიღო მონაწილეობა გამოფენაში. სამომავლო გეგმები, აი ველოდები წიგნის გამოცემას ჩემი ზღაპრეს ერთი სულმეკროდის გამოვა
და ასევე დაკაბადონებული მაქვს ჩემი ლექსების კრებული, გამზადებულია და იმედი მაქვს, რომ ისიც ახლო მომავალში გამოიცემა. ასევე სტუდიასთან დაკავშირებით მინდა რომ განვავითარო და გავფართოვდეთ და არ ვიცი, სხვა მაქვს დიდი გეგმები, მაგრამ წინასწარ არ მინდა ლაპარაკი. რა სჭირდება ხელოვანს განვითარებისთვის? პირველ ეხლა ისეთ დროს ცხოვრობთ და ისეთ საუკუნეში ცხოვრობთ, რომ ყველაფერი არის, რომ ადამიანი განვითარდეს. ინტერნეტის ხო, ინტერნეტი, შეგიძლია არსად არის არო, არსად არის სწავლო, შეხვიდე YouTube-ზე და იმხელა ინფორმაციას ღებულობ და იღებ, რომ მთავარია სურვილი და ყველაფერს გააკეთებ. თუმცა მაინც ხილვადი და ასე რომ ვთქვათ, პრაქტიკული სამუშაოებით ალბათ ვერ შეედრება არც ერთი არც YouTube ვიდეოები და ასე შემდეგ. მაინც სურვილი გქონდეს და ხელმისაწვდომია ყველაფერი. დიახ. და სანამ დაგემშვიდობებით, თუ შეიძლება კიდევ ერთი ლექსი რომ შევთავაზოთ. ხო, ეს ლექსი მინდოდა ძალიან წამეკითხოთ. დიახ. დარიგება. დილით როცა გაიღვიძებ და დაიბან ხელპირს, მზე შემოგეგებება და გამარჯვებას გეტყვის. მერე უნდა ივარჯიშო, გამოაღო ფანჯრები. დადილიდან შესანიშნავ განწყობაზე დადგები. შხაპის შემდეგ ისაუზმე მოიკრიბე ძალები. და მთელი დღე ყველა საქმეს კარგად გაუმკლავდები. გარეთ ნუ და გავიწყდება გულიანი სალამი. ღიმილია ყველა დარდის უებარი წამალი. არასოდეს დაივიწყო მადლობა და ბოდიში, სტილობა და ტკბილი სიტყვა ყველა კარებს გაგიხსნის. არ დაჩაგრო შენზე სუსტი, არც ცხოველი, ფრინველი. გაჭირვებულს დაეხმარე და აპურე მშიერი. მოუფრთხილდი ეზოს, ქუჩას, ნუ იქნები თავნება. გახსოვდეს რომ შენი სახლი კარებთან არ მთავრდება. ძალიან საინტერესოა, ვფიქრობ მშობლებისთვის შესანიშნავი ინფორმაცია, რომ შვილებს ასწავლონ ლექსის და ასევე დარიგებაც. თუ როგორ უნდა იყვნენ ზრდილობიანები და როგორ მოიქცნენ. დიდი მადლობა და ეს პატარა დათუნია მინდა გაჩუქოთ ჩემგან. თილისმათ გქონდათ და მადლობა. ბედნიერება მოიტან და წარმატებები მოუტანოს თქვენ სტუდიაში. მადლობა, უდიდესი მადლობა. მადლობათ. მინდა ბევრი წარმატებები გისურვოთ. თქვენც ასევე. ძალიან ბევრი წარმატებები. ჩვენ რა თქმა უნდა რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით საინტერესო სტუმართან ერთად. ძალიან მოდური, ტრენდული, მოთხოვნადი გახდა ხელნაკეთი აქსესუარები, ხელნაკეთი სურნელოვანი სანთლები და დღეს გადაცემაში სტუმრად მყავს უნიჭიერესი ხელოვანი ოჯახი, მამა, შვილი, ბატონი რომან და მარიამ ნოზაძეები. მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ თქვენ ცხოვრობდით ემიგრაციაში, იქ მუშაობდით, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით და შემდეგ როცა დაბრუნდით საქართველოში, უკვე გადაწყვიტეთ, რომ გაგეხსნათ თქვენი საწარმო
და შედეგიც სახეზე არის და მოდი მოგვიყევით როგორ მოხდა ეს ყველაფერი, როგორ დაიწყო საქმე, პირველი საფეხურები და დღეს უკვე შემდგარი კომპანია. კი ბატონო. როგორ მოხვედით დღემდე? დღემდე როგორ მოვედით და აი ეს ნელა 2014 წლიდან ჩვენ უკვე დავიწყეთ სანთლის წარმოება საქართველოში. ევროპაში შეძენილი გამოცდილებით და როცა ხარისხი არის, მოთხოვნა ცისდება ხოლმე და აქედან გამომდინარე ნელა წამოვიდა და კომპანია გაფართოვდა. ჩვენ ახლა მე მაგალითად აი ესეთ სანთლებზე ვმუშაობ, რესტორანები, ბარები და სპა ცენტრები და ასე შემდეგ. ეგეთებს ვამარაგებ და ჩემი გოგო აი მიმართულებით დეკორატიული სურნელოვან სანთლებზე მუშაობს. ეს არის საოჯახო ბიზნესი პირველ რიგში, როგორც თქვენ, იმეუღლეც არის ჩართული ამ საქმეში, გეხმარებათ. დიახ. მარიამ, მოდი მოგვიყევით მამასთან თქვენ თვითონ მიიღეთ ეს გამოცდილება თუ უყურებდით როგორ ამზადებდა მამა ამ სანთლებს და თქვენც გაგეჩნდათ სურვილი. მოგესალმებით. პირველად ვარ გადაცემაში და ძალიან მოხარული ვარ რომ მომიწვიეთ. 16 წლის ვარ და მოკლედ მთელი ცხოვრება ვუყურებ როგორ ამზადებენ ოჯახის წევრები დეკორატიულ სანთლებს. და მეც გამიჩნდა სურვილი რომ ასეთი ლამაზი თაიგულები შემექმნა. შევქმნი ჩემი გვერდი და ნელ-ნელა დაიწყო აქტიურობა, მეც ვიაქტიურა, გავდიოდი ლაივში, ასევე გავდივარ კიდევაც. და მოკლედ ბევრი მაყურებელი მყავს, ბევრი ერთგული მომხმარებელი მყავს და კიდევ უფრო გამომრავალფეროვნოთ ეს ყველაფერი. ეს თქვენი ნამუშევარია, ხო? კი, ეს მამიკოსი. ძალიან ლამაზია. ფორმებსაც ჩვენ თვითონ ვქმნით, ანუ რეზინის ფორმები მზადდება და იქიდან ამოდის სანთლები. ეს სანთლები კიდევ ჩვენ დამზადებული, ანუ ჩემი ხელით დამოქარგული. პირველადი ფორმა შეიქმნა და შემდგომ რეზინა რო გაკეთდა, იმის მერე იცით რა მაინტერესებს ამ რეზინებს, ამ ფორმებს თქვენ თვითონ თქვით თუ იწერთ? არა, ამეებისას მაგალითად ჩვენ თვითონ ვასხავთ. ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ გამოწერით ცოტა თანხებთანაცაა დაკავშირებული და ის რაც ჩვენ გვინდა, აი მაგალითად კახეთში ვიყავით. თემატური გავაკეთეთ კახური. ვერ გამოიწერ ამას. ამას ვერ გამოიწერ. აი ეს რაღაც ანუ თუმცა თქვენთან შეიძლება ხო რომ შევკეთონ ფორმები. ესეც უკვე სიახლეა რა თქმა უნდა. ლოგოებით, ანუ ამოტვიფრული ლოგოთი და გაგვიკეთებია ეგეთი შეკვეთები ყოფილა. და მოდი შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ, თუ როგორ შეიძლება, სად შეიძლება მოხდეს თქვენი სანთლების შეძენა და ასევე უფრო კონკრეტულად რას ვთავაზობთ მომხმარებელს. რა დახვდება თქვენ საწარმოში? ჩემთან პირადად, ჩემს გვერდზე დახვდებათ დეკორატიული თაიგულები, უფრო ხშირად თაიგულებს ვამზადებ ხოლმე. ახლა ვაკეთებ კიდევ საავადმყოფო თემატიკით, საქართველოში ჯერჯერობით მსგავსი თემატიკით არ მინახია. საავადმყოფო თაიგულს ვაკეთებთ მოკლედ და ძალიან საინტერესოა. ხო, ჯერჯერობით არ გავაშუქებთ ამ ყველაფერს. ასევე შევძლებთ თვალი მადევნონ Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე მარის კენდელსით. უფრო TikTok-ზე ვართ აქტიურად, რადგან პირველად TikTok-ზე შეიქმნა ჩემი გვერდი. ახლა უკვე Facebook-ზე გადავიდეთ და უკვე Instagram-ზეც ნელ-ნელა გვემატება გამომწერები. ძალიან საინტერესოა, დიახ. და თქვენი სანთლები? ასევე ჩვენი საწარმო ესეთ სანთლებს ამზადებს, რაც აი მაგალითისთვის, აი ეს სანთელი რო დავანთოთ, სადღაც ერთი 7-8 დღე ანთია. ჩაუქრევ, რო არ ჩავაქროთ. რა საინტერესოა. აი ესეთი და როგორც ვიცი, არც საფრთხეს წარმოადგენს, იმიტომ რომ დარეგულირებული აქვს, ხო, ეს? დიახ, რაც მინდა ვთქვა ეხლას, აი დიდი მადლობა რომ ესეთი კითხვა დასვით. გამოუცდელები რო არიან, მე ახლა წლებია ამ საქმეში მუშაობ და მაგალითისთვის მინდა გავაფრთხილო ის ახალგაზრდები, რომლებიც ინტერესდებიან, კი ბატონო, რჩევას ვაძლევ ხოლმე კიდევაც იმიტომ რომ ძაბს აქვს დიდი მნიშვნელობა რა მასალასთან დავურთავთ. ეს მასალა არის სხვადასხვა წვის მასალა, რომელსაც უნდა შევუთავსოთ ძაფი. მაგალითისთვის აი ეს ძაფი მე მაქვს გაშვებული ამაში, იმიტომ რომ 8 ნახევარითაა დიამეტრი. ეს ძაფი რო გაუშვა ნაიმ ყვავილში არა, რომელიც არის 2 სანტიმეტრი ნახევარი.
დაწყობს ალბათ ხო? ძალიან დიდ ალებას მოახდენს და ცეცხლი შეიძლება გავაჭინოთ სახში, იმიტომ რომ ცეცხლთან აქვს რაც არ უნდა იყოს აქ. ის ვინც ყიდულობს, არა, გათვლილი აქვს იმისთვის, რომ შეიძლება მოუკიდოს. ხო და ამიტომ ცოტა ხილად უნდა ვიყოთ ხოლმე სამთელთან. დიახ. ხო და სხვა დანარჩენი ნამდვილად გასათვალისწინებელია ბევრი რამ. და რაც მე ძალიან ესეთი გამიკვირდა და აფრთხილებაში მომიყვანა, თუ რამდენი 8 დღე შეიძლება გაუძლოს დიახ. ამ სანთელმა, ხო? აი სანთელი მაგალითად 3 დღე და ღამე ანთია. ძალიან საინტერესოა. აი სანთელი 3 დღე და ღამე და რესტორნები და ბარები იმიტომ არის მოთხოვნა რომ ანუ ძაფით შერჩეული მაქვს მე ახლა. დიახ. მე არ მიყვარს ის რომ დროში მოევიგო და უფრო ხშირად შეიძინო მე მერჩევნია ხარისხი იყოს მომხმარებელი და მომხმარებელი და მუდმივი იყოს ეს მომხმარებელი. კი ბატონო ეგრეც მოვედით აქ. დადებითი შეფასებებით და დადებითი კმაყოფილი მომხმარებელი. გამოფენებში თუ ღებულობთ მონაწილეობას? დიახ, ძალიან ბევრ გამოფენებში მიგვიღია მონაწილეობა და იქიდან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი წყოლია, ერთგული მომხმარებლები და მოკლედ ძალიან ხშირად ვართ თავისუფლების მოედანზე ხოლმე შაბათ-კავალას. და იყიდება თქვენი კი. უფრო ვართ საახალწლო თემატიკაზე. კი. ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს ნაძვის ხეების. და იმანდედან უფრო გაითქვა ჩვენმა დეკორატიულმა სანთლებმა სახელი. კი. საზაფხულო ანუ თემატურად მუშაობთ ყველა დღესასწაულზე. მოდის აღდგომა, დარწმუნებული ვარ ძალიან ფერადი იქნება თქვენი ნამუშევრები და სასურველი ყველასთვის. დიახ. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა ხელოვნების ნიმუშები იქმნება ხელით. მე დავარქმევდი ამას ხელოვნების ნიმუშს. ეს არის ხელნაკეთი. საერთოდ ხელნაკეთი განსხვავდება იმისგან, რომ არის ხელით შექმნილი და არის ინდივიდუალური და რა თქმა უნდა ხარისხიც ვფიქრობ, რომ უფრო დაცული არის. დიახ. როგორც რაღაც საუბარში აღნიშნეთ. დიახ. მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ, წარმატებები უსურვოთ თქვენს კომპანიას, თქვენს საოჯახო ბიზნესს და ძალიან ბევრი მრავალი მომხმარებელი, კმაყოფილი მომხმარებელი გისურვოთ, რა თქმა უნდა. დიახ. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და ერთი კვირით გემშვიდობებით, წარმატებულ და ბედნიერ კვირის დღეებს გისურვებთ.